იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აუ ბიჭო, რავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგი არაფერი არ იქნება. ცოტა გაბრაზებული ჩანდა ჩატში, აუ ეხა შენ ნახე ის წინათვეების ხარშთაღის ისე თუ მოგთხოვი, აუ კერმა გონზადებული ზო წინა. აუ თან ამხელა თათბირები იცავან ეხლა რომ დაიწყოს ეს სამისა. გამარჯობა ბატონო ვასო. როგორ ხარ? კარგად თავად. რა ვიცი, ნერვები მაქვს მოშლილი, რაღაცები არ ჯდება ბუღალტერიაში და არასათვალია ყველაფერი და მანახი. აი ეს წინათვეების ხარჯთაღრიც ხო არის? ესე დღეს გვაქვს უნიშნულობის ათვირი რა. რავი, სახში დარეკეთ უთხარით რომ გვიანობად ვერ მიხვალთ. გვაქვს რეკويები და რაღაცები არ დაიწყონ რა. კი ბატონო, გავარკვევთ. და კონცენტრაცია გააკეთეთ იმაზე რომ რაღაცა ისე გავაკეთოთ, სად გაგვეპა რა, ლაფსუსი სად არის რომ ეს ვიპოვოთ. გასაგებია ხო? კი ბატონო, გასაგებია, სულ გამოვხატეთ. და მომავალი 3 თვის გეგმაც გავწეროთ. მარტი, აპრილი, მაისი. ტელეფონი გამორთეთ. ბოდიში ტელეფონი მირეკავს. ხო? სად ხარ? სამსახურში ვარ, სად ვიქნები კაცო? მე რო გირეკავ რატო არ პასუხობ? სამსახურში ვარ ეხლა და რა ვერ გავიგე. ხომ რო დაგირეკე რატო არ მიპასუხე ეგრევე? მე ხელში არ მეჭირა ტელეფონი ბოდიში და ეხლა ხელში არ მეჭირა ტელეფონი და ვერ გიპასუხე ეგრევე. აბა რა გეჭირა ხელში? ხელში რა გეჭირა ვასო? თათია რა გინდა? რა გინდა? სამსახურში ვარ და თათბირი მეწყება უნიშნულოვანესი რა გინდა ეხლა? აი მეორე გინდა მომიშალო. წუხდებით? ანუ ხო არ გაწუხებ? მოგ შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ვასო სად ხარ? სამსახურში ვარ, სამსახურის ხმა რატო არის ის თუ სამსახურში ხარ? სამსახურში ხარ, ქარხანაში არა ვარ, მე აქ ჩარხების ხმა რო ისმოდეს და ამობეჭდე პრინტერზე რაღაც ერთი ან ხო მაგრამ რაღაცა სამსახურის ხმა რა უნდა ისმოდეს ვასო? ფურცლების ხმა ხო არის? ხო, აი. კაი წავედი ახლა всё. აი ხო. ვინ არის ეს? ვინ არის ეს ჭვიანიტო? ესმის თქვენი. რა მითხარი? ესმის თქვენი ბატონო. არ გესმის. არ გესმის. არ იცი შენ ეს ვინ არის? ხო, დიახ, გავაგზავნოთ ხო ბატონო. გავაგზავნოთ. აბა კი, აი არ გამოგვეპაროს რა. ხო, შემდეგი 3 თვის. ხო. ბოდიში თქვენ ტელეფონი. გისმე რა გინდა? ალო. ხო, გისმე რა გინდა? სად ხარ? სად ვიქნები? სამსახურში ვარ, კაცო. სამსახურში ვარ, სად ვიქნები? ლაპარაკობ, მაცადებ, ლაპარაკობ. ვასო ვინაა მან? ვინ არის გოგო? მან ვინ ლაპარაკობს? ვინ ლაპარაკობს? ლაპარაკობ მეთქი, ჩემწოლს ველაპარაკები ჩემწოლს. ვინ შეცოლს ელაპარაკები? შენ გელაპარაკები გოგო, შენ. მე ვარ შენი ცოლი. მე მელაპარაკები. ხო, შენ გელაპარაკები. სხვაზე თქვი ახლა შენ. არა გოგო, რა სხვაზე თქვი? მოიცა ვის ცოლს ელაპარაკები? რაღაცა წამოგწდა ვასო. არაფერი არ წამოვსა და დამიდეკე შენ და გელაპარაკები მე. შენ გელაპარაკები, შენ ჭობეძაღლო, მაცადი ნერვები გიზ მოშლი, რაღაც არიზება ბიუჯეტი. ხო, მე ვარ შენი ცოლი და მე უნდა მელაპარაკო მარტო, რომ მიყვარხარ მაგიტო ვარ ესე. კაი, მომისმინე რომ წამოხვალ პური წამოიღე რა. წამოვიღე პურს, გეხვეწები, აღარ დამიდეკო. მოიცადე? რა ხმა არის მანდ? რა ხმა არის, რა ხმა უნდა იყოს? ხო, კაი. კაი ვასო, კაი მიდი. ბოდიში რა. არა უშავს ესმის ბატონო. არ გესმის ხო გითხარი ერთხელ. არ გესმის შენ. ამისი არ გესმის. დიახ, გეგმას გვეუბნებოდი შემდეგი 3 თვის ბიუჯეტი. აი შესყიდვებზე მაინტერესებს. შესყიდვების ის აქ არის ანგარიში. ნახე თუ არა ამას შევადაროთ მე. ნახე და ფოტოშორის წინა შესყიდვების ფურცელი საწაიღეს. მიდეკავს და. კარგი. ალო. ხო, გისმენ. ვასო, მე სამეზდარზე რატომ პასუხობ? ხო შეგიძლია რო გირეკავ ეგრევე რომ მიპასუხო. რა გინდა გოგო ნერვებს ატომიში რა გინდა ეხლა ორ პირველ ზარზე ვერ გიპასუხე და გიპასუხე მესამეზე რა გინდა ეხლა ვერ გავიგე რატო ვერ მიპასუხებ ხელი ხო არ გეშლება ანუ უკაცრავად ხელს ხო არ გიშლი მართლა ხო არ გავქრე შენი ცხოვრებიდან საერთოდ შენ გეკითხები კარგი ხარ რეებს გეხოცები თათია რა ნერვები მაგისაც მოშლილი რა ძალიან გთხოვ რა მნიშვნელოვანი თათბირი მაგ და ძალიან გთხოვ ცოტა მოტოკე ნერვები რა კონცენტრაცია მჭირდება რა მაცალე რა ვა დაესწარი თუ გინდა მოდი და დაესწარი თუ ესე ეჭვიანო მოდი და ნახე ჩემი თანამშრომლები მოდი ეხლა გაიმეორე რა თქვი
ეხლა გაიმეორე რა თქმა მოდი და დაესწარი ეჭვიანი ხალმე რა. მოდი და დაესწარიო მე მეუბნები? ანუ მაგით იმის თქმა გინდა რომ ეჭვიანი ვარ და ანუ ეჭვიანი ცოლი ყავს და მათ ყველა შეუბნები რომ მე ვაპათოლოგებ, ხო? ანუ ესე ყოველგვარი მიზეზის გარეშე მე ეჭვიანი ვარ და უნდა მოვიდე და უნდა დავესწრო, ხო? გეკითხები, რატო ლაპარაკობ? საიდან მოიდი უხვირი ჯერ ესეთი ესის თემი ასაქვია. ასო მე ეჭვიანი ვარ? არა ხარ ეჭვიანი, საიდან რატო იძახი მათ რომ მე ეჭვიანი ვარ? კაი გეხვეწები ხარ არა მაქვს შენი ნერვები თავი ამანები რა. აბა ვისი ნერვები გაქვს? ასო მითხარი სახელი ვისი ნერვები გაქვს? კარგად იყავი შო გავთიშე. ვა მესმის არ გესმის არა! არ გესმის! ხარს დაგრიცხა. ისა. ბიუჯეტი შემდეგი 3 თვის ბატონო. ბიუჯეტი შემდეგი 3 თვის. თვეები გამახსენე ბიჭო. მარტი, აპრილი, მაისი. მარტი, აპრილი, მაისი. კი, მაგ 3 თვის. არა, მაგ 3 თვის ისა გვაქვს გასაწერი ბიუჯეტი, რომ რამდენი იქნება, რა იქნება, რა არის წინათვიდან დარჩენილი აი შეადარეთ და კი მომზადებული ყველაფერი. რა თული ის არის რა. ხო რა, ეს შეხა შენ შეადგინე მე იმის ისმენ. კამერა ჩართე. თათფირზე ვარ და არის უხერხული ხარ კამერა ჩავთო. ბასო მომისმინე ახლა უხერხული ის არის, სადაც ახლა გდიხარ და გრიალებ. კამერა ჩართე დროზე. რა გინდა ადამიანო, რა გინდა? ვაიმე. სად გრიალებ? სამსახურში ვარ, გოგო, სად გრიალებ? აი ნახე ყველა. სამსახურში ვარ, ლეპტოპთან. მომისმინე ერთი წუთი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ყველაფერი, ანუ სასტუმროს ნომერში მუშაობ, ხო? სასტუმროს ნომერში და მანდ გაქვს თათბირი. ყველაფერი გავიგე. მოიწვე, ხო? ორგია, ვაჟ ბატონო, ჯერ მოეკრიე სახში. დაამთავრე, ხა ესა დაამთავრე ეს ეჭვიანობა. დაამთავრე. გითხარი თანამშრომლებთან ვარ და თათბირი მაქვს მეთქი. მეტი როგორ აგიხსნა კაცო? მაგ ვისი ხმაა? ვისი ხმა არის და ხუსკის ხმა არის. თანამშრომელია ჩემი. დამალაპარაკე, შეაბრუნე კამერა და დამალაპარაკე დროზე. დამალაპარაკე. დაილაპარაკე თუ ძმა ამის ნერვები მე არა მაქვს რა დაილაპარაკე. კამერა ჩაის. გამარჯობა ქალბატონო თათია. გამარჯობა? როგორ გძანდებთ? მოიცერწო, თქვენ რა კაცი ხართ? კაცი ვარ. არა, რაღაცა არ მგონია, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხართ კაცის ყვალობაზე. რაღაცნაირად ლამაზი თვალები გაქვთ და დიდი შუბლი და ლამაზი ღიმილი. მაგ დეგენერატს მეტი კი არ უნდა. კაცი ხალი არ აინტერესებს მაგას, ყველა ერთია. გარყვნილი, ცხოველი. დაგიჭირე თუ არა? მესმის თქვენი ქალბატონო თათია, მესმის. გესმის ხო ეხლა ხო გესმის? გემუგე ხო გესმის ხო? არა, არაფერი არ გესმით თქვენ, მიაბრუნე ჩემი ქმრისკენ კამერა. რა გინდა გოგო დამანებე თავი ადამიანი არა ხარ? ადამიანი არა ხარ დამანებე თავი, ცოტა ხანი ხო შეიძლება დამანებო თავი არა? შემეშვი რა. ვა. შეჭამა რა ტვინი რა. გამოვთავ ტელეფონს, რატო გამორთე? ჩართულია რეკავს, კარგია. არა, ჯობია ჩართული იყოს მესმის თქვენი. აი, გავაგზავნოთ ხო, ბატონო, რო გითხრათ, რომ ანუ რა სიმართლე გამარჯობა. ნინი გამარჯობა, მოდი. ანეთ როგორც გიყვართ? მადლობა, ერთი შაქრით ხო? კი. აი ხარი, მადლობა. ესე იგი, ყველაფერი ამოვეჭდე, გადავაგზავნე ყველაფერი. უბრალოდ დღეს ცოტა დამაგვიანდა, შილაკზე ვიყავი ჩაწერილი თმა, დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ცოტა დამაგვიანდა დღეს. არა უშავს. ხარ და რეკავდეს? ოღონდ ხარ და რეკოს და რა თუ გინდა მეხი და მეცეს. ხო რა იყო? მიატრიალე კამერა და მაჩვენე. რა გაჩვენო რა? კამერა მიატრიალე. წეგა ხო მივატრიალე კამერა, ხო გითხარი, ხო მივატრიალე წეგა კამერა. კამერა მიატრიალე და მაჩვენე. მანდ ვინ არის? აბატონო ხუსკი. გამარჯობა. წეღა რო გესაუბრეთ ქალბატონო თათია. გამარჯობა. გვერდზე ვინ უზის? ბუღალტერია. გამარჯობა, ბუღალტერი ვარ, მე გიორგი მქვია. და მარკეტინგი. წინ მიაბრუნე ახლა კამერა, მარკეტინგი იყო ის. შენ პირდაპირ მიაბრუნე. და გააჩვენე ბუღალტერია და მარკეტინგი. ვაიმე, შე დეგენერატო, მარკეტინგს მოგცემ, შე გათახსირებულო ქაროშე არა. ვიცი მე თქვენი მარკეტინგი, ვინ არის? მიაბრუნე და გააჩერე, დამანახე კარგად. დამელაპარაკე გოგონა. გამარჯობა. რა გინდა მანდ? გაგა მარკეტინგებ შენ. აბა ეხლა მოუსვი მაქედან. ბასო მოეთრები სახში და მოკლა ვიცოდე. კაი, კარგად იყავი რა გეხოცე. კარგად იშო. მეტის მეტი აქვს, კარგად იყავი.
ბოდიში რა ნინი მემაპატიე რა ვიცი ეს ტოქსიკოზი აქვს თუ რაღაცა ეხა რა ვიცი და მაგის მერე სულ ეს რაღაცებს მემაპატიე რა ნინი რა კარგით გავაგზავნე შორის ყავა კარგია კიდე ყავი გაცრავად ალო შენ დეგენერატო ალიო კი არა შენ რა გეგონა რომ ეხლა ვერ გიპოვიდი შენ ბოდა რა შენ შეგონია ვერ გიპოვიდი შენ გაგა მარკეტინებ მე ეხლა თუ მოგივარდი მად ოფისში აი ისე მოეცი ვინის ტელეფონზე დარეკა ბოდიში აა ბოდიში ვერ გავიგე გითხარი ტელეფონი გამორთებედი ხო დათმირზე ხო გითხარი ხო არ ვიცი ბოდიში ბატონო ვარ აი ეს ერთი უპასუხებ და დიახ გისმენთ შენს გვერდით რომ მარკეტინგი ზის მაგისკენ მიატრიალე კამერა და თმაზე მოკაჩე მაგრად აი შეგათახსირებულო ქალო შენ გირჩენია რომ არსად არ გადამემა წინ არ დამიდგე იცი და გაგლიჯავ შუაზე გაიგე კი გავიგე კი გაეთრი ახლა მაქედა დროზე ეხლა ჩემ ქმარს მიეცი ტელეფონი ისა ბატონო ვასო თქვენთან უნდა საუბარი თქვენი მეუღლიათ ჩემ ტელეფონზე აქ ჩემ შედაგირე შენ გოგო ნორმალური ხარ ბასო ნორმალური ხარ შესაერთო არა ბიჭო მომისმინე ერთი წუთით ვინ არის ეგ ბიჭი ანუ მოძალადი აშკარად იმიტომ რომ ქალს წუნათ მაშინ და როგორ შეიძლება ეგრე სად მუშაო არა კაცო ჩვენი ბუღალტერია ჩვენი კაცო გოცი კაი ბიჭა რა და რატო ურეკავ ამას ამიხსენი ადამიანი რატო რეკავ ამასთან ხო ყველასთან ხო დარეკე რა გინდა თათბირზე ვარ და შეიგნე შეუშვი მაგ თავში რა წუხდები გავქრე შენი ცხოვრებიდან ხო ნახევარი საათით გაქრი რომ ფინანსური საკითხები გავიარო ნახევარი საათი სულ ხო არ გეუბნები ნახევარი საათით გაქრი ვინ იყო ეგ გოგო მარკეტინგი ამეთი ხო გითხარი ვაიმე შენ გაგა მარკეტინგებ ვასო რა ეგრე ყავდა ზუსტად ჩემი დაქალის ქმას ტელეფონში ნომრები კაფელში კი გიზო მალიარკა გენადი ციკლოვკა ემზარი და გაიშიფრა მე რომ ბოზები ყავდნენ სულ შენ ვისატყუე ბიჭო გოგო მარკეტინგი ნინია რა გინდა მეტი რა საბუთს ამობერდა და მოგიტან თუ გინდა რა გინდა ავატყოფი ხარ ვინახა რა გინდა გოგო ასო მომისმინე გადაცმულები არიან ეგენი თორე ისი არიან ბოზები გამანებე გოგო თავი ვინახა ხო შეიძლება რომ თათბირი ჩამატარებე გადი ეხლა ნერო არ გათიშო წადი წადი საერთოდ ვა გამანებე თავი ბიჭო ვინ არის ესა ვა არა მიშალა ნერვები ბიჭო გამაგლი ნერვები ვინ არის ესა თო ესმის ბატონო ვინა შეგიდე რა ვა აღარ შემიძლია თუ ვისია ეს ტელეფონი ჩემია ტელეფონი არ დამანახოთ მომაჭორე დაგედა ყველა ტელეფონი გავთიშოთ მაშინ ყველამ ტელეფონები და აღარ დარეკავს ხო ბატონო ვასო აბა რა ათიშეთ ხო ყველამ გამორთე ტელეფონები მინი მარკეტინგი გათიშე ტელეფონი აჰა აი გადახედეთ აბა ეხლა მე თუ გავთიშე კაი გავაგზავნე აღარ შემიძლია რომელი თვეებია ბიჭო მარტი აპრილი მაისი კი ეგ სამი თვის ისა გვაქვს გასაწერი დიახ ხალბატონო ბატონი ვასოს ოთახში ვარ დიახ კაბინეტში დიახ მარტი აპრილი მაისი კამერა მიატრიალე ჩემი ქმრისკენ მარტი აპრილი ბატონო ვასო აი ეხლა მიდიდე რაც გითხარი გააკეთე რა გინდა გოგო შენ ნორმალური ხარ საერთოდ სადრეკა ვინახარ ნორმალური ხარ შენ საერთოდ ანუ რაც მითხარით ხო ხალბატონო გააკეთე რაც გითხარი პოღალატე ხარ შენ აძირალა შენ შენ ბიჭო ხო არ უბერე უფრო მეტად ხელი ვის დაარტყა არა ბატონო ვასო თვითონ მოეტრია ხელი მე რა ჯოშო მეუღლე ხალბატონო გამოეტრია ხელი ვის დაარტყა ბიჭო შენ რამე ხო არ გეშლება ბატონო ვასო როგორ მესმის თქვენი ეს მოდი აქეთ შენ მოდი აქ ჩემი თუ გესმის მოდი აქ შენ ჩემი თუ გესმის შენ გიჩვენებ წავიდე ყავა ისა შენ მარტი აპრილი მაისი რას აკეთებ შეგვიძლია ვისაუბროთ ხო წავიგინე ყავა დავდოთ მე ცოლი არ ამყავს არავინ არ იჩვენებს შენ ხამ აბა იქ გავიდეთ კაფეტერიაში ხო ჯიგარო ხო 5 წუთში ამოვარ სამგორის მეტროდან ჯიგარო ხო არ ხარ სახში რა ტყილა გამამიყვანი ავჭალიდან ახლა ბიჭო შენ მეა არა 2 წუთი ვერ არა ძმა 2 წუთი ვერ დაგელოდები ვერანაირად თავზე მაყრია ჯიგარო საქმეები მე ხო დღეს ვერ მოვჩები ხვალ მოვჩები ძმაო ხო კაი აპა ჰე მეტროს ჩავდივარ ახლა და გამეთიშება საიდან ახალ ვიდეო
ახლა სტაიდან ავალო რა უთხარი მაგას. მეტროდან ავალთქო ბიჭო, რა გინდა? ახლა მეტროდან ახვალ შე. აუ რა გინდა ზალია? რა მინდა, რამდენი ხანი არის ატყუებ მაგ ადამიანს სირცხვილი აღარ არის ბიჭო. ბიჭო, რას ვატყუებ ახლა ბიჭო? წინასწარ ხომ აქ ფული აღებული, გეიგე? მე მithumet ამ დღეს დაგიმთავრებთ ხო ბიჭო, ამ ხვალ დაგიმთავრებთ ხო უთხარი ბიჭო. მასე დღეს ხვალაობით მე 2 წელი გავწელი ერთხელ საქმე, იცი? ჰეიგე, რა ხელოსნის ხიბლი რა არის ბიჭო, იცი? კლიენტი თან რო არ ჯერა შენი კლიენტს და თან რო გენდობა. ეგ არის ხიბლი. ხიბლი არ ვიცი, მაგრამ რა არის მაგივი, ეგე. მეტი ეგე პიჭო რა არის ზალია, იცი? რა არის? სუფრაზე სანამ დავждებოდით, კუჭის წამალი რო დალიე, გეიგე, ტყუილზე რო არ დაგიფიცებია, ეგ არის ბაი. შენი მასწავლი ბიჭო, მე ახანა ემ კუჭის წამალი, ვიდო დავლიე, შენ ძმარღვინოს რო არ გეღიზიანებია კუჭი. ძმარი რო გიგერა. ვასო ხაკაძე, შენ და ვასო ხაკაძეს ის მე ვასება იუმორის იმ. ვასო ხაკაძე რომელი სანტექნიკი რო არის? თუ ვინა ვი? სანტექნიკი კი არა, ის კაფელის ხელოსანი. აბა რა. ტელევიზიაში რო გამოდის იქანა. ტელევიზიაში, ტელევიზიებში რო გამოდის მე ჯიმქერი მე ვასება მას ეთერში მაგრას. ეი, მაგარი ხარ. მე ქართველი ჯიმქერი არის ვინ? რა ჭირს? მაგარია. მაგე მაგ შედარება არის. მაგე ინდივიდუ ის არის, ინდივიდუ ანუ ეს იყოს ესთა რო ეკანა? ხო, იყოს, მაგრამ იყოს, იყოს, ხო. მამის მინი ახლა. შენ 2005-ში რო ჩვენ რემონტი დავიწყეთ, გახსოვს, მე რო წინასწარ ვიღე ფული, ჩემი და შენი რო ევიღე წინასწარ და მე მეუთხარი. ეგ გახსოვს შენ? არ მახსოვს ვიჟო, რავა? ხო, არაფერი, კაი, ჩავლაგდეთ მაშინ ახლა ჩვენი და ესენი მოვლიან ახლა და ჩავაბაროთ ეს სახლი, არ იქნება პრობლემა ჯიგარო. რა უნდა ჩავაბარო თუ? მეიცადე, ერთ წამი მაცადე პროსტა. ამი ერთი ზუთ გეიმეორე, რა თქვია? ხო, ეგ არის, ა? რა თქვია ხა გეიმეორე? ჩავაბაროთ ვიჯო და ეს რაც არის ოფიციალურად რაც არის და ორ თვი არის აღებული, გვაქვს და 2 საათი არ გემუშავი ამ სახში. კლიენტს თვალებში რა პრაღა შევხედო ვიჯო? გიხედე გვერდზე ვიჯო, გააპარე თვალი აგელოზივით რაღაცეები გავაკეთე. მაინც და მაინც თვალებში უნდა უყურე, ბოთოს თვალებში უყურე ხოლმე და მანიშნებს რაღაცეები. 2 წელია მამაშენი არ გინახია და ამაც აღარ შეხვდები მითხარ. გაწიე თვალები ცოტა. ელაბარაკია ხა ამას ელაბარაკი ვიჯო. არ შეიძლება მასე. მე ვიდენ ახლა ესე და მიწიმოწი კალბასი უცელში და ჩააკვეხე ენას. მარჯობა. აუ, ეს რა არის? არის სასწაული ძამია. ძალიან დეგენერატები ხო. აუ, ძალიან კაია, შენ თავს ვიცავარ ძალიან. აუ, ამას შეხედე რა ორიგინალური რაღაცა. ეს რაღაცა ბარია, ხო? ბარი არის. შეხედე ბარი რაღაცა ხან წენებს ავალაგებს რაღაცა. ანსიგიჟია. ცოტა კუნტალობს, მაგრამ ამაზე ხარაჩო არის. იმას დადებ, რა ქვია? მოიცა როგორ ცოტა რა? კუნტალობს, მაგრამ ბარია ჩოულე, ბარისტოიკა არის და პროსტა 1500 ლარის დამატება მოგიწევთ. არაფერი არ არის ახლა. აუ, ბარისთვის 1500 ლარი არაფერი. აუ, არ გაიგოს არაფერი გოგო. აუ, კი, ბაზარი არ არის, დაგიბარებ დადასვლა. ძალიან მომწ. ეს ხო ჩება აქ, ხო? აბა რა გვინდა? აუ, რა კაი. ეს კედელი დამრეცია. ახლავე აგიხსნით ქალბატონო. არ მინდა ახლა მე მგონი თქვენი კრეატიულობის თემა არა. ანუ სპეციალურად გავაკეთე დაია მაგმე. მივხვდი, იმიტომ რომ ძალიან სხვაგან. ხო, დეინახე რანაირად არის დაყანთრული უყურე? როგორ? დაყანთრული ხო რა რო გახედავ ასე კიდესე დაყანთრულო თანამედროვე არქიტექტურას რო არ ჩამორჩენოდი გეიგე კედელი რო ჩერჩედო ვი რა შუაში თანამედროვე არქიტექტურა ბოდიში ქალბატონო თარაზო გაგვიფუჭდა და მიტოწე იყო წერა ეს კედელი თუ არა რა შუაში არა ძალიან შეხედეთ ქალბატონო რა გინა ბიჭო აუ, ისე ხო, მაგრამ დედას ვიცავ რა აქეთა კედელის, ნახე როგორ დახლე. ეს არის მე მგონი აი პიზა კედელია ხო რაღაც ეგეთი, ანუ რაღაცა ხედვა არის ჩადებული ამაში, ხა და მაგიტო არის. ჩავდევი სპეციალურად ჩავდევი ხო ხედვა არ ვიცი რა ხედვა ჩადო მაგრამ არმატურა რო არ ჩაუდივი ეკე ვიცი დამდვილად 100%. აუ, რე საუბრობ ეგ გამო. საქართველოს მეტრომანი გინა და ვეღარ დაჭა ის კალბასი და დარჩემ შეერი თუ რა გინა გამაგებინა გაჩვენი ბიჭო რაცა ვერ მე არის ეხა, ნუ მოკლედ ეხა ჩვენ ჩავატაროთ მაშინ ბრეინსტორმინგს და მე გეტყვით რა და როგორ ყველაფერი რა და როგორ იქნება. ბრეინსტორმინგს თუ ატარებ ზამიკო რა ვქნათ იცი რო გევიტან მიან ყველაფერს რაც არის აქა ხო დარჩენილი მე ჩაატარეთ ბრეინსტორმინგი ერთდროულად. მაინც კედლები არ ძიძა. ხო, იმიტომ რომ იქ ფანჯარა იქნება გასაწმენდი რაღაცა და ერთდროულად რო ჩატარდეს ბრეინსტორმინგი თუ რაც არის. რავი, ეგ არ უშლის ხეს, მაგრამ კაი, ხო, რავი. ხო, ერთი წუთი შენთან მაქვს საქმე ჯიგარო რო. რა გინდა, რაფერი იმას აქვს. ახლა მე რა მინოდა იცი? ამ კედელს რა შეეხება ხა? პიზაკე. ჯანმრთელობა ზალია. ხო, რა შეეხება ამ იმას კედელს? ახლა ეს ცოტა გადმოწევ სპეციალურად. სტოტიში ვიჯო. სპეციალურად დავტოვე რომ ეს სურათები რო შემოვა და იყო. რატო ინი მ***ნი ვიჯო შენ რა იყო ვიჯო? ველაპარაკები ადამიანს კაცო. იყო ალერგია მაქვი რა იყო? რა კიდე ვიჯო? ვიჯო ალერგია კი არა, კაფჩა არ გააქვს შენი, რამ დაგმართა ალერგია?
ის კრასკა რო გახსენი, ეთქობა ახალგახსნილ კრასკაზე მაგ ალერგია, რა ვიცი მე. კრასკა სად გავხსენი, სახში მაგ წაღებული ორი ის რა ქვია. ის კრასკა სახში დაიღე. გაჩერდი ბიჭო, რატო ყვინი ხარ? მილიონჯერ გითხარი, თხელი კედლებია და გადმოყირავდი ხელი კი არის, უსწორმასწორო კედლები არის. აუ ვიცი რას ვფიქრობ, გიო, ეს სად დავდო რო? მადანა დადები და ია მაგ იქან. ხო და ანუ სად დავდო ეს? მადანა იქან, რა ვიცი. დანა რო არდევს მანდ? არა რა დანა იქანა მადანა თქო რა, მაგიტო გითხარი რომ აი აქ დადეთო, ქალბატონო, აი აქ დადეთ. მან დავდოთ? გასაგებია. მეგონი მართლა ესე მაგაურა საყვარლები. ეს რა იყო ზალია ახლა ეს? აი იყო ახლა ეს. რა გინევი? ფეხები გეიპარსებ არემ და ეს უნალეკო ყავადალია შაქრის გარეშე. მოი აქ დადეთ თუ თხარი და მაგას ეხლა დადეთ რა, მადანა ქვია მაგას, რაც გევიზარდე მე ბოშობიდან. ხო გევიგე რო ქვია, მადანა მარა ვერ გეიგო ქალბატონმა. მართლა ძალიან მომწონს აქ უხდება, მადლობა. კი და რა მაინტერესებს? ფათაშორის ეგ თუ ახლა თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ იდეალური სისწორის არის თვითონ ეგ რაც გავაკეთე მე მაგ. კარგი და იცი რა მაინტერესებს? ანუ ბოლო-ბოლო ჩვენ როდის შევძოთ ამ ოფისში შემოსვლას და რომ ვიმუშაოთ აქ და რა ვიცი. ახლავე ძმო, მე იცოდე. ახლავე, იმიტომ რომ რაფერიც დაგვეჩავარეთ, ეს სახლის ზუსტად ესეთი არის ოფისი. ხელი არ დაგვიდია და კი ბატონო, თუ გინდა რა დარჩენილიყავი, თუ გინდა აქამდე. რაზე არ დამიდია ხელი, რა ხო, ამაზე არაფერზე არ დაგვიდია ხელი. არ დამიდია, მაგრამ ხო გაკეთა ბიჭო. რა გინდა? თავარი შედეგი არ არის შენ. რა არის შედეგი? შენ არ გაგიგე ჩამოწამია. ხო, რაი? არისტოტელემ რა თქვა? პლატონიო, ჩემი მეგობარი არისო, მაგრამ ჭეშმარიტება კიდე უფრო დიდი მეგობარი არისო. აიგე, გაგიგე. ჩაგირიცხოს პლატონმა, მაშინ ახლა ამის ფული რომ მოვჩევით აგანა, აიგე. მასწავლა ახლა ეს. შენ რაღაცა ცოტა პატარა ჭკუას მოუხვი. აბა რა გინდა, რა უქნათ ახლა? ჩავაბაროთ ბიჭო, ასე ჩავაბაროთ ბიჭო, რა გინდა? რას გიშლის ბიჭო? კაი ბატონო, არაფერს არ ვიცი. ჩაიბარეთ. შეიბარე გენაცვალე. დიალურად არის ყველაფერი გაკეთებული. ანუ დამთავრდა და ეს არის შეგვიძლია რომ დავიწყოთ მუშაობა. აუ რა კარგი რაღაცა. ბოდიში, უბრალოდ ავალაგებ ახლა ისე რომ კაი, წევრი ბრეიმსტორმინგი გავატარო. ძალიან მომწონს დედას მომწონს. აი ყველაფერი მომწონს ალბათ. სიახლეა ის. კი ბატონო, აუ ეს რა არის? თქვენ თუ მოგწონთ ისა? აი ეს რა არის? არ გამოციო ბიჭო, აი დები ხუპეთ, ჩემი კაი. ვაიმე, აიმე, როგორი ორიგინალური სამშენებლო კონფეტი. ვაიმე, სტაგნელი გედელი. ნახე რაღაცა გამოუწიე და იმენა მე მგონი ძალიან ხალხია. ერთი წამი ჯიგარო, ერთი წამი შეწიე, გმურად ისევე შეწიე მაგე. აუ მოიცა ცოტა ხანი, აუ რა კაია. ნახე ესე უნდა. რა არის კაი სტაგნელი გედელი, შეიძლება კორპუსი წეიქცე. შედევრი ბიჭო და რა პრობლემაა, უცებ გავაწევ. მოგწონთ ახლა ეს აქანა. თუ მოგწონთ რო ჩავართ ახლა, თავარია ჩვენ გავასწროთ აქედან და 1500 ლარი გეკნებათ, მე ჩასარიცხი მამია ჩვეულებრივად გადმოგვირცხავენ. 1500? 1500. თავარია გავასწროთ, ხალხო აქედან ახლა. იცი 1500 ლარი. ბიჭო ჩასარიცხი ბრეიმსტორმინგი უნდა ჩავატარო. ხალხმა აქანა. კაი, ღმერთი შეგარგო. ხელი რა გახდა? გედევი ვარ. ოფისი ღმერთმა. აუ იცი როგორ რაღაც ეს მე მგონი სპეციალური გათვლა ხო ესე ქანავ-ქანავში რაღაცა რო ისე აუ ძალიან კაია ბოდიში და ია აუ თავი მეხვე. წარმოიდგინე ყველაფერი 1500 ლარიო როგორი კაპიკე მომდა გრინები არის რა უცბა რა კაია მოგესალმებით, ეთერშია ყოველკვირეული ток-შოუ დებატები დებატებისთვის. სადებატოთ. და მე მისი წამყვანი შორენა კერკეტავა ვარ. დღეს ჩვენი ток-შოუს დებატები დებატებისთვის სადებატოთ სტუმრად არიან ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი ზაურ ტატინაშვილი, მოგესალმებით ბატონო ზაურ და საჩვენო ოპოზიციის წარმომადგენელი ბატონი გურამ ოთანელი. დავიწყოთ დებატები. რომელსაც მოუთმენლად ელის მაყურებელი. მზად ვარ? თქვენი დედავატირე მე თქვენის ყველასე, ბატონო? ანუ მზადაო, რა თქმა უნდა, დიახ. კი ბატონო, მთავრობის წარმომადგენელი მზად არის. თქვენ ოპოზიციის წარმომადგენელი მზად ხართ თუ არა დებატებისთვის? რავი, კი. კარგით, მზად ვართ? კი ბატონო. დავიწყოთ, ვინ დაიწყებს? კარგი, დავიწყებ მე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმებ. დიდი მადლობა, პირველ რიგში მივესალმებ თქვენს მაყურებელს და მეორე დავიწყებ იმით, რომ ამასთან სალაპარაკო რა უნდა მქონდეს. ჯერ საერთოდ მადლობა თქვას დებატებში რომ დავუდექი ამ არაკაც, ამ რადიკალს, ამას დიპსტეიტის დაფინანსებული მონა, ეს ამასთან რა უნდა ვილაპარაკო. შენ ვისე ხო, კაბატონო, მე კიდე თავს ვიკავებ. ჯერ დაწყებული არ არის დებატები და შეურაცხყოფაზე რო გადმოდის ეს რა წესია და საერთოდ შენ ვისეუბნები შენ რუსეთის მონაკაცო შენ ვინ არის რუსეთის კორუმპირებული ადამიანი მოტრფიალე კაცი ეს ხო ზუსტად გრანტები დაფინანსებული ეგ არის მაგერების განოიგებ და შენი ხარ იქ ჩადიხარ ჩასლათა გაგიდა ბიჭო რეკლამა ეთერში
ბიჭო ბოდიში რა ხო არ გეწყინა ნაგავოთ რომ დაგიძახეთ სუდად ხო არ გამომივიდა ცოტა კი მეწყინა ეხლა მაგრამ ეგრე შვიდ დაგიძახე და მაგაზე ბოდიში ფორმატია უბრალოდ პირიქით მათ არ პირიქით კარგი იყო მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტი შეგიძლია მახარ ხო იცი ბოდიში და მაგარი ბავშვის ნათლია ვარ ვარ დაგავიწყე პროსტა მათ არ გეწყინოს ფორმატია ესეთი რა ხო არა მესმის კაცო რა უნდა მეწყინოს შენთან რა მაქვს აწყენი ეგ არა ბიჭო ბიძაშენი რა მაგარი კაცი არის მოვიხ რეკლამა ხო კვაზლი რეკლამაზე ვარ ბიძაშენი იმ დღეს ძმაო კიდე ორგანოში ხო ხო შენზე ვასმიცა ორ ჩემი ახლობის ბიჭი ისეთის როგესგან იხსნა რა ვიცი საუნო იგა პატარა რაღაცები კი უკისრე ხო იცი არ მეშლება შენზე ვასმიცა მომიკითხე ძმაო აუცილებლად მაგარი კაცი დიდი ეგეთი სიყვარული მაგას არ ეშლება ვაფშე ტრუპი რო ყავდეს მანქანაში იმენა გაგიშვებ შენზე ვასმიცა თუ არ მოგიგვაროს იმენა პრობლემა ჩვენ ბრუნდებით ეთერში და ვაგრძელებთ დებატებს. გისმენთ თქვენ საუბრობდით. კი ბატონო, ჯერ ქალბატონო შორინა დავიწყოთ იქედან, რომ ქვეყანაში, სადაც ამისნაირი და ბიძამისისნაირი კორუმპირებული ჩინოვნიკები ცხოვრობენ, ჩვენ უბრალო ხალხმა რანაირად უნდა ვიცხოვროთ. შენ ბიჭო, საერთოდ ბიძაშენი მე ხა სანდოწყაროსგან ვიცი, მაქვს ინფორმაცია დადასტურებული ფაქტი ვიცი, რომ ბიძამისმა კორუმპირებულმა კაცმა სუფრის სანაცვლოდ სროკისგან იხსნა ბრჭყალებში ერთი ადამიანი საერთოდ მაშინ როცა თანაშაულო ხალხი ციხეში არიან შენ ხარ არა კაც და შენ ხარ ბიძაჩემს როგორ ეხები ბიჭო ეგეთ კაც ეგეთ წმინდა კაც როგორ ეხები ვინ არის ბიჭო თელ სოფელს უყვარს ბიჭო ბიძაჩემ ეგ შე არა კაც კი არ უყვართ ჯერ ეს ერთის ეშინიათ ბიძაშენის ბიჭო და ატერორებს ხარ სიყვარული არ გწვენია ბიჭო სამოქალაქო ომის ვეტერან რეჟისორ ბიძაჩემზე რეებსამო არ გწვენია შემართლა გაგსუებულო გაჩერდი ბიჭო ერთი ბიძაშენია რეჟისორი რანტინო ახლა შემიდარა შენ ბიჭო ბიძაჩემ რეებს ეხა ამას მართლა გავხევშუა კიდე თავი ამყავს ხელში რა ქალბატონო შორენა თორე ამას დავამტრებ ძულებში ამას ვარს გადადიხართ ახლა თქვენ ხო ამას შავარტყავ ამას პასტას თვალში ამ არა კაცს ამას რეკლამა ეთერში რა გჭირს ბიჭო რაღაცა თქვი შენ რა მოგი დაგამხე თავზე ყველაფერი ძმა ამოიღე რაღაცა მითხარი ხო რასაც გეუბნება დაუჯერ რა ვიცი ცოტა ნერვიულობ რა კამერებთან მაინც რაღაცნაირად დაგანერვიულებ პირველად ვარ ხო იცით ეხლა მაგ დებატებში მომესმინე რეპეტიციას წევა დამამხე ყველაფერი თავზე აქ რა დაგემართ დაივიწყე ეს კამერები საერთოდ თუ არა პირველად ვარ ასეთ როლზე და ხო და იმპროვიზაციას მიმართე შენი სიტყვებით მელაპარაკე ლანძღე ვაფშე აიღე წყალი და მtkheფე სახეს შემასხი ერთი კაცი ხო შემასხი მაშინ შესხმის დროს რომელი მხარეს გაიწევი ეგ მითხარი რომ არა აქვს ნიშნულობა რომ მაგ მეორე ბიჭაკი იმას ჩავიცვა ხო დედა ოღო შემასხი ხო ცოტა გაიხსენით რა მოდი რა ეს ნაძირალა და ის რომ მითხარი ნაძირალას მაგიროთ რო შევაგინო რავი შემაგინე ტუ დაედებ ხო ცენზორი ტუ ხوار დაედებ შემაგინე კი ბატონო რაც კიდე შემაგინე არ არის პრობლემა აი მზად ვართ დავიწყოთ დაი ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ელაპარაკე უნამუსო კაცი აი ხო ოპოზიციას ვაცადოთ თავის საქმეებს მე მინდა ვთქვა ერთი რამ ქვეყანაში სადაც ესენი ფულში იხჯობიან და კორუფციაში იხჯობიან მაშინ უბრალო მოსახლეობი შიმშილობს ბიჭო ხალხი მე თქვენი შენი შენი და შენაირების ბრალი არის ეგ შენ აი რა უსირცხვილო და რა უსი შენ ის არა ხარ ჩვენ პროდუქტების გაიაფებაზე კომისია რო შექმნა და რო გამოხვედი და სახალხო რო დაგწინე ის კაცი არა ხარ შეუნამუსო კაცო მაგაზე კომისიაო რანაირად მეუბნები რაღაცა უაზრო სპექტაკლი დადგით რა თუნდა სუსიბას ფასების კონტროლს არ გამაგიჟოთ ბიჭო ეს მათხოვარი შენ არა ხარ ის კაცი შენ კომისია რო შექმნით პროდუქტების ფასებზე და საქვეყნოდან სახალხო რო დაგწინე ის კაცი არა ხარ შენ ეგ ხო მითხარი კაცო კი გითხარი და მე რა უნდა გექნა რო გითხარი ის კაცი არა ხარ შენ შეუნამუსო შენ რა უნდა მექნა რა უნდა გექნა ის ამას რო გეტყოდი შეუნამუსო რო დაგწინე სახალხო ის კაცი არა ხარ შენ რა უნდა გექნა ფურცლები არ უნდა შემაყარო ამ დროს სახეში ხო ეთერში ვართ რეკლამა ეთერში რა გჭირთ ხალხო ეთერში ვართ მან ეთერში ეუბნებით ბატონო რა დაგავიწყა ბიჭო ყველაფერი რა დაგემართა რა დამოგაშტერა ბიჭო პირველი როლია გითხარ ნერვიულობ ხალხო რა ნერვი აიღე და შემაყარე ეგ ფურცლები აუ გიჟია რაღაცა თქვენც აიღეთ და შეაყარეთ ბატონო ზაური როგორც გეუბნება რა გავაკეთო მართლა პირველად ვარ რა გებიცებით და გამოვასწორებ რა ცოტა ნიჭიერი ვინმე გამოგვიგზავნა შემდეგ დებატებში და ნიჭიერი ოპოზიციონერი ამხელა ძმაო ერთ შეგინებაში გიხდი 1000 ლარს ოღონ შემაგინო და ესეც არა გახარ უბრალოდ რა შემაყრები ამხელა 1000 ლარი გაიგე ხოცები ცოტა წაუმატე 1200-ში და უფრო შეგაგინე შენ ცოტა გიმოტივე აი ეგრე ბიჭო აი ეგეთ ნაგი ხარ შენ კიდე კაი მართლა რაზე გელაპარაკო ხა ცოტა ითამაში შენ შენ დარჩეს შენ მერიაში უარავე გყავს რა თქმა რას მეკითხები ხო იცი რომ ყავს
აუ შემახლობელს უნდა რაღაცა პატარა მიწის დარეგისტრირება და რაღაცა კვეში რომ მივცე ჩვეულებრივად ამი რაღაცა რა ხო იცი ხა რაცა როგორც და რა გეთება არ არის პრობლემა. დაგირეკავს მაშინ. აი დავაი მიდი მიხე და ითამაშე ხა და ცოტა ხოვტები რა მოიდო. ცოტა უფრო აგრესიულად. აი დავაი. ჩვენ დაუბრუნდით ეთერში და რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, ამაზე ვსაუბრობდით, ხო? არაფერს სასაუბრო არ ამაზე. მაგ თემას მე დაუბრუნდები, მე წეგა კორუფციაზე ვსაუბრობდი და სუდა მავისთან. ჯერ ქალბატონო შორენა მერია არის კორუფციის ბუდე. მე წეგანდელი სანდოწყაროსგან ვიცი, რომ კონკრეტულ ადამიანებს რაღაც ქთამის სამასლოდ რეგისტრაცია გინდა ნებისმიერი საკითხის მოგვარება არის შესაძლებელი. ეს თანამდებობები დარწმუნებული ვარ და ცოტა შენ იცი როგორ უნდა ნამუს გარეცხილი ხარ შენ აქედან წიხს უნდა გირტყავდე და ქალბატონო შორენა რა ფასებს არა ადამიანი არა საერთოდ გაგიuliat ქუჩაში მაღაზიაში გაგიuliat იცნობთ ხალხს შენ ბიჭო ადამიანი 50 ლარით რო შევიდეს მაღაზიაში არაფერი არ მოუვა იმას ერთი პური მოუვიდეს და რაღაცა ვერმიშელი და ბრინჯი იყიდოს ადამიანს ბიჭო ხარ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არის შიმშილობს ბიჭო მოსახლეობა ტირის მოსახლეობა შეხედე კი არ ტირის მღერის მოსახლეობა გადართე ნორმალურ არხებზე ნახავ თქვენი პროვოკატორი დედამო არა ეს არ შეიძლება ეს დავშოვე მე მაპატიოს მაყურებელს მოდი შენ რა გააკეთე შენ მაგ შენ თუ სამართლებრივ ჭრილში არ გაგცე მაგ გინევაზე პასუხი მე არ ვიყო ადამიანი შენ სასამართლოში მოხვალ იქნება თუ ზე ამას უყურე ეს როგორ გამიკეთა და ძალიან გყავთ გააკონტროლეთ ცოტა კორექტულად ორივე მხარეს მოგიწოდებთ ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და მალე დაგიბრუნდებით შენ ბიჭო ნორმალური ხარ დაგამხე თავზე ყველაფერი რა აქცი აი შენ სამართლე დაგაფარე ყველაფერი თავზე რაღაც ან შემაგინე ან რაღაცა ქერი ფუე ვინ არის მართლა რაული რეპეტიციაზე რა დაუჯერეთ რა ბატონზაო საჩვეული ვარ გალბატონო შორენა მგინებასთან რა გავაკეთო ეხლა რა ნათ ეხლა ჩავარდა ეთერი. ცოტა ითამაშეთ რა, ცოტა გაბრაზდით. თამაშო, მეტი რა გავაკეთო? ხირი, მაგრამ დებატები მაჩვენოთ. გითხარი მინება, შემაგინე, რაღაცა დედა თუ არა, კარგი, მაინც შემაგინა კეთილები, მაინც რაღაცა შემაგინე. რაღაცა მეურნები ვარ, ჩენი კეთილები მე გამოვდივარ საკუთარ ბიჭო, დაივიწყე, ცოტა ხანი ფორმატი ეგეთი გჭირდება. მომისმინე თუ არ შემაგინებ, ეხა მაგ კორპორატიული ორ დღეში და არ დაგპატიჟე. ხო, არ შემაგინო თუ არ. აი, რასიზე ორითვიო იმზადები მაკორპორატიულის ეხ, აი, გალბატონო შენ თქვენ მაინც გითხარით რამე გიქოცები. აი, რა. არ მაინტერესებს, გააკეთე შენი საქმე, რაშიც ფულს გიყრი, შემაგინე ადამიანები კი ბატონო. აი, კორპორატიული არ გამომატოვებინო, გეხოცები რა. აი, დაგპატიჟე, აი, ჯანდაბას კორპორატიული დაგპატიჟე, მაგრამ ის ისე წეგან მართლა მაგრად ითამაშე. რომელი? ხალხი ფაშებია გაჩერდა. როტირო და. აი, კაი. ის ეგრე უცებს სემლების. ხო, თამაშო. კი, არა, ეგ მართლა კარგი. მე მართლა ვერ ეგრე უცებს სემლები, რო წამოვიდეს ვერ ვახერხებ. ბიჭო, მაგ მარტივია, მაგ დროს აი ფეხი ეს რო ეხი. დალუჯებული მაქვს ფეხი, მაგრამ არ მომდის რავი ვერ. არა, მართლა კარგად გამოვიდა. მადლობა. კარგით ეთერში ბრუნდებით. ჩვენ ისევე ეთერში ვართ. ეხლა თქვენ გისმენთ. შეხედე შე რა უნდა გელაპარაკოთ ქალბატონო შორე. შეხედე დამხელა კაც, ამხელა მძორი, აგერ დათვით კაცი დევს და სხვათა შორის თქვენ რო იცოდეთ ამას 1 ლიტრაკული. 3 ჭიქა ღვინო ყოფნის და მთრალია თან როგორი მთრალია, იცი? მოწყვეტილია ვაფშე. მართალია ეს ამბავი. ვის ყოფნის ბიჭო 3 ჭიქა ღვინო არ გადამრიო ეხა? ვის ყოფნის 3 ჭიქა ღვინო ბიჭო? შენ დედამო ვიშიაგინე ბიჭო აბა ღვინო ის ყოფნის 3 ჭიქა ღვინო ჩვენ ხედავთ უნიკალურ კადრებს პირდაპირ ეთერში სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის როგორც ხედავთ დებატებმა გაამართლა დღეისათვის სულ ეს იყო და ჩვენ ხვალ ისევ დაგიბრუნდებით ეთერში მანამდე კი გიტოვებთ ამ დაპირისპირების ამსახველ კადრებს მორჩა ეთერი მორჩა სამი ჭიქა ღვინო ვიწყაბნის ბიჭო სამი ჭიქა ღვინო ვიწყობ მორჩა აღარა ვართ ეთერში ხალხო ეთერი სამი ჭიქა ღვინო ყოფნის უჩები შენთან ეთერში დამჯდომის აწიდა მორჩა სამი ჭიქა ღვინო ყოფნის არა ის კიდე რა მორჩა ეჭერდი ბიჭო გეხურე ბიჭო მარტა კი არ მითქვა რა ღვინო გათრობს ხო იცი ბატონო გურო ხელი ვიცვა გურო ხელი გაწი ნახე რა ბიჭო ნახე რა გოგოები არიან დღეს არის შეძმობას მისავრ აი რაღაც არნახული ღამე ძმო დღეს იმენა ეს ორი გოგო მოვა ჩვენთან და ხო იცი დღეს უნდა მოვიწყოთ სასწაული ღამეში აი პროსტა ხელი რამ უნდა შემიშალოს დღეს ვერც ვერაფერმა ვერავინ ვერასდროს დღეს უნდა იყოს სიკვდილი თუ დაგაშორებო რაღაცა რა ხელი უნდა შეგიძლია შეძმობას მისავრ დღევანდელი დღე უნდა შევიდეს ისტორიაში ძმო ოქროს ასუებით რა ოქროს ასუებით უნდა ჩაიწეროს დღევანდელი დღე ძმო დღეს იმენა რაღაც არნახულის ოპა მოვიდი კაი მოწესრიგდა ეს რა სილამაზები ეს
რა სილამაზები. ვაიმე. რა ვახარ თამარ. მოდით რა გოგოებო. და ხუდა არნია რა წაი. არა, ერთი წომთვით შემოდი ეს ტაქსის წყოლი არ არის. ჩემი შეყვარებულია გიორგი, გაიცანი. ეს წუთი შემოძმო. გიო. ხო, გიო ძალიან. გიორგი. გაუმარჯოს რა. გიორგი, ეს პირველად ვარ ოჯახში. საყვარელია. შოკოლადი წამოვიღეთ. სასიამოვნოა. ისა. ისა ერთი წამი. გოგო ხო არ გაგიჟდეთ ეს ვინ მომიყვანე რატო მომითხრიეთ რა გიოა მე გიოროა მაგიტომ გეუბნები რატო მომითხრიე გიო ბიჭო მომისმენ ხარ რომ მოვდიოდით ხო მარტო დარჩა სახში და მე წამოვალ და თავის ვიჯდება რა აი გოგო რა თავის ვიჯდება უკვე ხელს მისლის ეხლა და რას ქვია თავის ვიჯდება გიო თვალებში ჩახედი რა საწყალი სახია ბოჩოლას თვალები მომის არ მაინტერესებს ხა მოკიდე ხელი და წაიყვეთ ან გზაზე ჩამოვდეს ან პატრონოს შეყვარებულების მე ჩააბალე თავის საფრთხე ნახე თავისთვის ვიჯდება ხმას არა მოიღებს ჩვენთვის არ მაინტერესებს უკვე ხელს მისლის და რაღაცა ესენი არიან ჩემი მეგობრები. ბავშვობიდანო ერთად მომდიო. კი, მეგობრები, სხვათა შორის ხო ისა ანუ ჩვენამდე თამუნას კიდე ერთი 20 მეგობარი ყავდა რა, მეგობრები. კი. ხო რა, ძალიან მეგობრული ვარ. სხვა ურთიერთობები ვარ. ძალიან კარგი მე თამუნას მეგობრები. ბოდიში ერთი წავედ გენაცა გიო. გიო თავისი რა ვინ მოაწი მომისმენ ეხა. კაი ეს დაყვება ამას იმაშოა, მაგრამ მე მიტყდება, თქო, ამასთან ერთად რანაირად მე მეხალისება თუ რას მეუბნები ხა რა გამო რავი ან თვითონ არ უტყ მე მაგალითად მიტყდება შენ ძმობას ვიცავარ ბიჭო რა გიტყდება ძმო თვითონ არ უტყდება მაგის შეყვარებულთან რო ხო და მაშინ დავაი აბა გოგოებო აუ ხო არ გავლიო აბარა დავაი გავლიო აბარა მოდალებს არ მე არ ვსვავ არსო როგორ ქუროცო არ ვეწევი ოპა ახლა არა გაიძ არა ბეწა ბიჭო რა მოუხია ხო ხამტიფში ძალებით ვარ სულ რა გავაკეთე არ შეწევა რა ბიჭო მომის მაქსიმუმ ბევრი წყალი უასვა და ტუალეტში იდმეს ხშირად შეჭერდა რა ვიქნა წყალს ძალევ გიო წყალს სიამოვნებით ხო არა კაი წყალს დაგალევდით იქეთ სანზარეულო თუ გითხავდები რამდენი და რაღაცა ყოფტები რა 20 წუთი არა ცოტა რთულად მოდის აუ მაშინ ვიცეკოთ რა ვიცეკო ვიცეკოთ მოდი გიო ვიცეკო ვიცეკო კი რა რატომაც გიო გოგო გიო რა შემჭირდება ხატა რა გინდა აუ ძალიან საყვარლები ხართ სამივე და ძალიან ერთმანეს ვიყვარხარ რაღაცა მოიცეთ წამო გიო გასახე გაკ რა იყო რაფერია ჩემ თავს გაფცე რამე გეწყინა არაფერი აი ეხა სახეზე გეტყობა რომ რაღაცა გეწყინი არაფერი თამარ რა უნდა მწყენოდა აუ ის გეწყინა წელზე რო ხელი შემომხვია არა ვაიმე აბა წელზე რო ხელი მოგხვია იმან მე რატო არ მაძლევ მაგის უფლებას აჰა მოდი მომხვიე ვაიმე არ მინდა ჯერ შეყვარებულები ვართ ცოლ სანამ არ მოგიყვარ მანამდე რანაირად მოგწევ ხელ მიყვარ ხარ თამარ ვაიმე რა საყვარელი ო ძალიან საყვარელი ხარ ой კაიგე რა სიყვარული ვაფშე სხვა გრძნობა იმენა გიო აი ბიჭო რა მართლა სხვა გრძნობა აუ ისე ცოტა რო გამხიარულე აი მე აბა არა მაგა ისტორია მინდა ერთი მოგიყვეს რა გამიდი თამარ შენ უხერხულად არ იგრძნო თავის სანამ მე და თამარი შეყვარებულები გავხდებოდი ერთხელ ბიჭებმა არაში გოგოები ამოვიყვანეთ ერთ-ერთ გოგოს ბიჭო შეყვარებული არ ამოყვა აი იმენა სირიკო ტიპი იმენა აი კაროჩე ვერაფერს ვერ აი როგორი გოიდი შეყარებული ვამოყვე გაუ რა გადაობა აი მაგაზე მეტისი ისა მე რამე მოიფიქრე და ბიჭო ისა კი დახუჭობანა ხო არ ვითამაშოთ თქო და კიო იმანაც ბაზარი არ არის და სანამ ჩვენ არაჩე შევედით ოთახში ეგ იხუჭებოდა მოდი დახუჭობანა ვითამაშოთ ზარი არა
მაშინ შენი ხუთები რა შენ მოიფიქრე გახლა არ გვინდა 2 მილიონამდე რო დაითო 2 მილიონ 400.000 ხო და იხუჭები ბევრია არა კედელთან აი ოჩქარა არ მიაყარო ეგრევე სწრაფად არ დაითვალო ეს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 12 მილიონ 200.000 1 მილიონ 200.000 2 მილიონ 200.000 აუ დავიღალე რა ვინც არ არის დავალული ჩემი ბრალი არ არის ვინ ჩემს უკან არის და სტუკული არის სტუკა სად არის აქეთ ოთახები არ არის ეს ოთახი დაკეტილი რა თუ მოიცა ეს ოთახი დაკეტილია ერთი ძამა ტუალეტში არ არის სამზარეულოში ვა სად არის ბიჭო კაი გამოდით ხალხო ვერ გიპოვეთ წავაგე ერთი ქულა თქვენ გამოდით წავაგე აუ გამოდით ხალხი არ ხართ წავაგე ერთი ქულა თქვენ თავიდან დავიხუჭები გამოდით ოჰო კაი გამოდივართ რა იყო აუ ზალბოლწმაო რა სადიყავით შევიყავით აქ რომელ ოთახში ხავ ბიჭო იმ ოთახში ხავი ერთი წამი ხა სამზარეულოს გვერდით რო ოთახი არის იქ იყავით შესულები აისა ხო არ გადაობ ძმაო ეგ ოთახი დაკეტილი იყო და დახუჭობა და დაკეტილ ოთახში რა პონჩი შეხვედით ბიჭო ერთი ქულა მე შენ მომას მიცავარ კი ძმაო იმენა შენია უეჭო თუ გინდა თავიდან ორი ქულა აქ მართლა მოდი ეხლა აღარ გვინდა რა მოვიგე აღარ გვინდა გვინდა რავი როგორც გინდა რა აი მე აღარ მინდა დახუჭობან და პროსტა თამართან მაგ რაღაც სასაუბრო 1-15 წუთი რომ გავიდეთ რა ხო რა რაღაც თამარ რა პრობლემა შევიდეთ არა ძმაო მარტო თამარს რო გავესაუბროთ ერთი წუთი ხა მე და თამუნა ცალცალკე არსად არ დავდივართ ძმაო ყველგან დავყო რა სისულელეს წამი რა მეგობარა რაღაც გიო მოდი რა არის იცი სოლის მოყვანას ვაპირებ ხა და რჩევები მჭირდება მიხდი ქალის გადმოსახები ცოტა სხვა და აი უბრალოდ რომ 10-15 წუთი შევართ და რჩევას მივიღებ და შუა ეგრევე თამარი კარგი რჩევებში ჩემი თამარი კი ეს აუ და ისა ჩვენს დაგეხმარებით რა რჩევებში ანუ ხო იცით რომ ამო რაღაცა რჩევები ხომალე გამან რჩევები და გიო შენ სიგარეტი არა არ ვიწევი არც გამიკვირდა კაი 15 წუთი აქავა მალე რჩევებს მივიღებ და მოვალ ისინი იქ შევიდნენ იმ ოთახში რჩევები ხა თამარი კი ბატონო რჩევებში უბადლოა იმათმა იქ შევას თუ მე რა გავაკეთო რავი დავალაგებ აქაურობას მაგრამ რაღაცა გამოვიმო ხიხებული იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.